დასრულდა პროცესი დაკავებულების ამ წუთებში გამოდიან უფლებადამცველები. ლელა კალიჩენკომ მოსამართლემ 4 დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მარიამ მეყანწიშვილს, რაც შეეხება აქტივის მას 10,000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ გადახდის სასს ის უკვე დატოვებს იზოლატორს. შეგვიძლია ადვოკატებს გავესაუბროთ. ერთი წუთით მივალთ ახლა ადვოკატებთან, რომლებიც მთელი 2 საათის განმავლობაში უმტკიცებდნენ მოსამართლეს, რომ ამ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. გადაწყვეტილების შესახებ თქვენ 2 საათის განმავლობაში მოსამართლეს ეუბნებოდით, რომ მტკიცებულებები ამ საქმეში არ არსებობს და რით დაასაბუთა მან ეს გადაწყვეტილება. შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას საკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, ზოგადად არ იყო დასაბუთებული ზოგადად აკკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, მით უმეტეს ისეთი მკაცრი ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, როგორიც არის პატიმრობა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიხილეთ, რომ კიდევ ერთხელ შაბლონური დასაბუთებით, ყოველგვარი ინდივიდუალური დასაბუთების გარეშე, კიდევ ერთხელ კონკრეტული პირების კონსტიტუციური გარანტიებზე წინ სასამართლომ დააყენა სამართალწარმოების ეფექტურად განხორციელების ინტერესი. მაშინ, როცა ჩვენ ვისმენდით პროკურორისგან უკვე ჩატარებულია ყველა გამოძიება, შემდეგ უკვე მოვისმენთ, რომ თითქოს რაღაც არსებობს მოწმეები, რომლებზეც შეიძლება ვიღაცამ თეორიულად გავლენა მოახდინოს. ამ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და ეს ადამიანების ხეებში არ უნდა იყოს. მათ შორის მიმალვის საფრთხეზე საუბრობდა პროკურატურა, თუმცა 2 კვირა გავიდა 4 ოქტომბრის შემდეგ. ვიხარით ბატონ იურს რა ქონდა სათქმელი, ყოფილი პოლიციელი, ყოფილი ჯარისკაცია. მიმალვის საფრთხეს გეტყვით, მაგრამ მიმალვის საფრთხეს თქვა სასამართლომ, რომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები და ზოგადად ძალიან უცნაური იქნებოდა, რომ ვთქვათ, რომ მიმალვის საფრთხეა იმ ადამიანებთან მიმართებით, რომლებიც 2 კვირის შემდეგ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დღიდან აიყვანეს საკუთარ საცხოვრებელ სახლებში და არ განუხორციელებთ არც ერთი ქმედება, რომელიც მიმართული იქნებოდა ან შეფასებული იქნებოდა ისე, როგორც მიმალვის ცდელობა. რაც შეეხება კონკრეტულად ჩემი დაცვის ქვეშ მას ყავს 2 მცირეწლოვანი შვილი, ოჯახი, რომელიც ერთადერთი მარჩენალის თავად არის, იგი არის ყოფილი ჯარისკაცი, ყოფილი პოლიციელი, არასდროს არ ყოფილა სასამართლოები, არასდროს არ ყოფილა კანონთან კონფლიქტში. ერთადერთი რამე თუ არის, ეს არის ავტომობილის მართვის დროს მიღებული ჯარიმები და ამ შემთხვევაში სასამართლოს უბრალოდ არ ქონდა არანაირი საფუძველი, რომ ეს ადამიანი პატიმრობაში გაეშვა. მადლობა. იური ლომიძის ადვოკატს უსმენდით და როგორც ხედავ, მარიამ მეყანწიშვილის ადვოკატიც გამოვიდა, პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით ამ გადაწყვეტილების შესახებ. ჩვენ სანამ აკკვეთის ღონისძიების პროცესი დაიწყებოდა, უკვე ინფორმირებულები ვიყავით იმაზე, რომ საპატიმრო გირაოს ითხოვდა ბრალდების მხარე, თუმცა ჩვენი მხრივ დაცვის მხარე მოვითხოვეთ, რომ საერთოდ აკკვეთის ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა ამ შემთხვევაში მარიამ მეყანწიშვილი, თუმცა საბოლოო ჯამში ალტერნატივის სახით ასევე ვითხოვდით არასაპატიმრო გირაოს გამოყენებას, რომლის უფლებამოსილებას დღესდღეობრივ სასამართლო პროცესზე მოსამართლეს ჰქონდა. ჩვენ წარუდგინეთ მოსამართლეს დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ 10,000 ლარი უკვე განთავსებული იყო მარიამ მეყანწიშვილის დის პირად ანგარიშზე და ნებისმიერ მომენტში, თუნდაც 1 საათის ინტერვალში ჩვენ შევძლებდით, რომ აღნიშნული თანხა გადაგვეხადა. ამასთანავე მინდა აღვნიშნო, რომ მოსამართლეს ვთხოვეთ, რომ 1 დღიანი და 2 დღიანივადაც კი განესაზღვრა იმის უშუალოდ გირაოს გადახდისათვის, თუმცა არც ეს პოზიცია არ გაითვალისწინა, რაც მოსალოდნელი იყო და არ გაგვკვირვებია ამ შემთხვევაში, თუმცა კარგი ამბავი ის არის, რომ მარიამი მაინც შეძლებს, რომ გირაოს ფარგლებში გამოვიდეს ციხიდან და ციხის საკანს ფარგლებს მიღმა გააგრძელოს ბრძოლა, რომელსაც ყველასთან ერთად აგრძელებს დღემდე და გააგრძელებს კიდევაც. მადლობა. თქვენ უსმენდით უფლებადამცველების კომენტარებს, როგორც გითხარით, ცოტა ხნის წინ დასრულდა სასამართლო პროცესი. მარიამ მეყანწიშვილს საპატიმრო გირაო შეეფარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 30 დღე აქვს მას ამ გირაოს გადახდისთვის და შემდეგ უკვე დატოვებს ის საპატიმროს. ასევე მოისმინეთ ადვოკატები საუბრობენ იმაზე, რომ დაკავებულთა წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. დაკავებულთა შორის არის მათ შორის, როგორც გითხარით, 70 წლის აფხაზეთიდან დევნილი კაცი, ასევე ყოფილი პოლიციელი, თუმცა ყველას მოსამართლემ დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.